დღეს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს იოანე მოციქულის იოანე ღვთისმეტყველის სენებას. ეს არის ქრისტეს საყვარლესი მოწაფე. დღეს არის მისი გარდაცვალების დღე. უბრალოდ ამ ქვეყნიდან გასვლის დღე. მაგრამ გარდაიცვალა თუ არა ამას ახლა რომ მოყვებით ვისაუბრეთ მის ცხოვრებაზე თქვენთან მივხვდებით. წმინდა იოანე მოციქული იყო ზებედეს ძე იაკობ მოციქულის ძმა, იყო მეთევზე, როგორც ანტრია და პეტრე მოციქული და თავიდან ის იყო იოანე ნათლისმცემლის მოწაფე, ისი მიმდევარი, მაგრამ როდესაც მაცხოვარმა ისინი ნახა მის პირას თევზაობის ჟამს მოუხმო და თავის ძმასთან ერთად და ისინი გახდნენ ქრისტეს მოციქულები. იოანე მოციქული იყო გამორჩეული 12 მოციქულს შორის. ჩვენ ვიცით რომ იესო ქრისტეს ყავდა 12 ძირითადი მოციქული, ასევე 70 მოციქული. აი ამ 12 მოციქულს შორის გამორჩეული იყო პეტრე, იაკობი და იოანე ღვთისმეტყველი. იოანე იყო ყველაზე ახალგაზრდა მოციქულებს შორის, ყველაზე ესეთაც გამოისახება ის ხატებზე ხშირად უწვეროთ, იმდენად ახალგაზრდა იყო ახალგაზრდობაში, ესე გამოისახება ჯვარცმის დროსაც და ის იყო გამორჩეული როგორც გითხარით ამ 12 მოციქული და პეტრე, იაკობი და იოანე მოციქულის წინ აღასრულა უფალმა, როდესაც გააცოცხლა იაიროსის ასული. გახსოვთ, გარდაიცვალა 12 წლის გოგონა და მაცხოვარი შევიდა მასთან ოთახში, შეიყვანა სამი მოციქული, პეტრე, იაკობი და იოანე. მათ წინაშე აღასრულა და არასხების წინაშე. პეტრე, იაკობი და იოანეს წინაშე, ამ გამორჩეული მოციქულების წინაშე მაცხოვარმა ფერი იცვალა თაბორის მთაზე. აიყვანა ამ მთაზე და რადონეზე სტროფაში ძალისაებრ მათის, ანუ რადონეზეც მათ წმინდა გონება შეეძლო დაეტია იესო ქრისტემ თავისი ღვთაებრივი ბუნება დაანახა მათ. რაც უფრო წმინდა ადამიანი, მას უფრო მეტის მიღება შეუძლია, მეტის დატევა შეუძლია წინაგანად. აი რადონეზეც მოციქულებს იოანეს და პეტრეს შეეძლო ღვთაებრივი ბუნების დანახვა იესო ქრისტეს სახელებში წერილ ღმერთი არავის არასოდეს არ უნახავს. ეს ლაპარაკია ღმერთი თავისი სრული დიდები და არავის არასოდეს არ უნახავს. ეს რო დაინახოს ადამიანმა ამას ვერ შეძლებს ამას. ისეთი დიადია და დიდებულია ღვთის მადლი და მისგან გამოვალია ესეთი ნათელი და ღვთის წინვალება. და სხვათა შორის ნახეთ სიტყვა ფავორიტი. დღეს სიტყვა ფავორიტი ნიშნავს მოწინავეს, რჩეულს. მოდის სწორედ თაბორის მოციქულებიდან. თაბორი არის ფავორ და ფავორიტები, ანუ გამორჩეულები იყვნენ პეტრე, იაკობი და იოანე და ეს სიტყვა სინონიმი გახდა დღეს რჩეულობის და განსაკუთრებულობის ფავორიტი. და როგორც გითხარით, აი მათ წინაშე იცვალა ფერი და ღვთაებრივი თავის ბუნება დაანახა. საიდუმლოს ერობის დროს, როდესაც მაცხოვარი მოციქულებთან ერთად იჯდა და ლაპარაკობდა მისი ჯვარცმის და გაყიდვის და გაცემის და ჯვარცმის შესახებ, ვერავინ ვერ შებედა შეჰკადრა ეკითხა მისთვის თუ ვინ იქნებოდა ის ვეცხვი გაყიდიდა და ადამიანები, მოციქულები, რომლებიც ვერც კი ბედავდნენ ზედმეტი კითხვის დასმას უფალთან, იოანე მოციქული კერძზე მიეყდა, თავი მიადო და უთხრა. ისეთი სიახლოვე ქონდა მას იესო ქრისტესთან. წარმოიდგინეთ ქრისტესო შეეხება. ეკითხება ვინ იქნება რომ გაქცევსო და მხოლოდ მას შეეძლო ესე მისვლა მაცხოვართან, სხვა მოციქულებისაგან განსხვავდა კითხვების დასმა და საუბარი მასთან. როდესაც მაცხოვარი შეიპყრეს გეცემანის ბაღში და ცემდნენ, ერწყავდნენ, ამცირებდნენ, გახსოვთ ყველა მიატოვა იესო ქრისტე. პეტრე მოციქულმა თქვა, რომელიც მანამდე იკატოდა და იძახდა, რომ ყველამ რომ იგატოვოს, მე არ მიგატოვებ სიკვდილამდე შენთან ვიქნებიო. ქრისტემ უთხრა პეტრესო, სანამ მამალი იყილოს სამჯერ გამყიდო და მართლაც პეტრემ სამჯერ გაყიდა იესო ქრისტე. მარკოს მახალებელმა, როდესაც შეიპყრეს მოციქულები, ჩვენ ხედავთ, რომ მარკოს არავინ არ წერს ამაზე, რაც მარკოსმა გააკეთა, იმიტომ რომ ერთმანეთს უთხილდებოდნენ მოციქულები. აი როგორ იქცეოდნენ ცით მოციქულები, ერთმანეთის ნაკლებს კი არ წარმოაჩენდნენ, შეესეთო და ის ისეთი იყო. აი მარკოსმა, როდესაც მოციქულები იქ იყვნენ, ქრისტე შეიპყრეს, ყველა გაიქცა და მარკოზიც იქ ხოდა ერთ-ერთმა ჯარისკაცმა ხელი მოგიდა ტანსაცმელში, უნდა დაეჭირა მარკოზმა. მარკოზმა ტანსაცმელი გაიხადა და შიშველი გაიქცა წარმოიდგინეთ.
ისეთი შეშინებულები იყვნენ მოციქულები. და მხოლოდ იოანე მოციქული იყო კაცთაგან, ვინც არ მიატოვა მაცხოვარი და ბოლომდე მის ჯვართან დარჩა, დედებთან ერთად, მენელსაცხებელე დედებთან ერთად. როდესაც და ნახეთ როგორ ხდებოდა საერთოდ ხო ჯერ აი მარკოზის პარალელს მოვიყვანთ. ასევე ჩვენ ვიცით რომ მათე მოციქული იყო მებაჟე. ანუ ტამოჟნიკი. მებაჟეები ეს იყო საძაგელი ხალხი ებრაელებისათვის, რადგანაც ებრაელები, რომელებს ყავდა დაპყრობილები, რომელები ხარკს იღებდნენ ებრაელებისაგან და ხარკის ამყრებები იყვნენ მებაჟეები. ანუ გადასახადი სამკრებები და ებრაელები იმ ხალხს, ვინც რომელების სამსახურში იდგა და საკუთარ ხალხს ფულს არტყმენდა და რომელებს აძლევდა, ებრაელებისთვის საძულველი იყო ესეთი ხალხი. მათე იყო ესეთი. მაგრამ არც ერთი მოციქული არ წერს მათეზე, რომ ის იყო მებაჟე, ის იყო ფულის სამკრები, გადასახადების სამკრები. არც ერთი მოციქული ამას არ წერს, თვითონ მათე წერს თავის თავზე. მე ესეთი ვარ, ესავარო ეს რო ვიყავი. ასევე მარკოზის ამბავი რომ მოვყვები, არც ერთი მოციქული ამას არ წერს. მარკოზ მახარებელი წერს თავის სახარებაში. თავის თავზე, რომ ესე მიატოვა ქრისტე. ანუ ყველა გაიქცა ქრისტეს ჯვარცმის დროს და მხოლოდ იოანე მოციქული კაცთაგან დარჩა მისი ერთგული ბოლომდე. და ჯვარცმის დროს, როდესაც აი ჯვარცმანი რო გამოსახული, ხედავთ მარჯვნივ ყოლაწმინდა ღვთისმშობელია და მარცხნივ უწორო ადამიანი ზოგს ეს ქალიგონი. ეს არის იოანე მოციქული. იოანე ღვთისმეტყველი, სრულიად ახალგაზრდა. ამიტომა თავზე რო არაფარია. ამიტომა თავმოხდილი ეს არის კაცი იოანე მოციქული, მაგრამ მიუხედავად თავისი ახალგაზრდობისა, ისეთი დიდი სიყვარული ჰქონა ქრისტეს, რომ ჯვარცმის დროსაც არ მიატოვა. და იდგა და ელაპარაკებოდა მაცხოვარ და შეეძლოთ ის დაეჭირა და მოეკლა. ამაზე წავიდა ის. ქრისტესთვის სიკვდილზე წავიდა. და ნახეთ რა მოხდა, ესევე მოიქცნენ მენელსაცხებელი დედები. სხვები ვინც გაიქცნენ. ყველანი აწამეს, რა თქმა უნდა, ეს წამება გვირგვინია და დიდი მადლიარი, როდესაც მოწამეობრიობის გვირგვინს იდგავდა სასופველში ქრისტეს წინაშე ადგილს იკავებ, მაგრამ სხვა რამის თქმით და სწორად მინდა გამიგოთ, ადამიანები, ვინც სიკვდილ სიცოცხლეს უფრთხილდებოდა და სიკვდილი არ უდოდა ქრისტესთვის, მათ ბოლოში მოუწიათ სისხლით ამის ჩამობანა და ვინც ქრისტესთვის თავი გაწირა და არაფერს არ ინდოდა, პირდაპირ მიდიოდა, იოანე ღვთისმეტყველი, მარიამ მაგდალენელი, მარიამ კლეოპა, სალომეა, სუსანა, იოანა ყველანი თავის სიკვდილით აღესრულა. ამიტომ უნდა გვახსოვდეთ, როდესაც ქრისტეზე არის საუბარი, ქრისტეს მხარე დავიჭიროთ, რომ ამ სოფლის თავი გავწიროთ თუ არ გავწიროთ, თავს თუ გაწერო ღმერთი დაგინდობს. კი არ დაგინდობს. სწორი სიტყვა არ დაგინდობს. უფრო დაცული ხო. რომელმა სული გაიღო ჩემთვის, მან აცხოლოს იგივე ქრისტე იზამთრებს. ამიტომ ქრისტესთვის არაფრის გაკეთებაზე ფიქრი არც უნდა დაიწყოს კაცო. მაგრამ ეს რომ გააკეთოს ადამიანმა, ეს თავისით არ მოწეს, ეს უნდა სთხოვო ღმერთს, რომ ღმერთო გეხვეწები ესე მამხობ. ქრისტეს დაცვა იქნება საჭიროდ, უნდა დაიცვა, შეიძლება დაგცინო, გეძახო ბნელი, ფანატიკოსი, რადიკალი, რასაც გვეძახიათ, მადლობა ღმერთს. და თავრე ქრისტეს საქმე უნდა გააკეთო. და ღმერთი უფრო დაგიფაროს ყოველთვის. ტყვია ვის ხდება ომში? ძირითადად ხდება იმას, ვინც გამორბის, ზურგში ხდება ტყვია. ომიდან ვინც გამორბის. კარგით, ახლა დავუბრუნდეთ ჩვენ სახარებას. როდესაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ და ნახეთ მაცხოვარი ჯვარცმის დროს ეუბნება იოანე მოციქულს, რომ აჰა დედა შენი და ღვთისმშობელს ეუბნება აი ძეი შენი. და ამის შემდეგ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მიყავს იოანე მოციქულს მაცხოვრის ჯვარცმის შემდეგ და სიკვდილამდე უვლის მას როგორც საკუთარ დედას. როდესაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი აღესრულება იოანე ღვთისმეტყველი წინ მიუძღვის ღვთისმშობლის ცხედარს, როდესაც მას მიასვენებენ და ხელში თავარ ანგელოზ გაბრიელის მიერ მორთული ზეთისხილის რტო უჭირავს. ანუ ის იყო გამორჩეული ყველა მოციქულებში. როდესაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი აღესრულა, მიიძინა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა იოანე მოციქული და მისი მოწაფე პროხორე მიდიან ეფესოში, ქალაქში, სადაც ღვთისმშობელი და იოანე ღვთისმეტყველი ცხოვრობდნენ. გზაში მან დიდღელვაში მოყვებიან და გემი ჩაიძირება, ყველა დაიღუპება, ზღვაზე გამოირეკება პროხორე და ელოდება მათ და ხედავს, რომ მარტო არის იოანე მოციქულიც არ ჩანს და დამწუხრებული პროხორე გლოვობს თავის საყვარელ მოწაფეს მოძღვარს და გააგზელებს გზას ეფესოსკენ და ხდება სასწაული, როდესაც მე-14 დღეს დაინახავს ზღვისპირას, როდესაც მიუყვება გზას, ხედავს, რომ გამორიყული არის ცხედარი და მივიდა ნახავს, რომ იოანე მოციქულია. 14 დღე იოანე მოციქული ზღვაში იყო და ღმერთი იფარავდა მას. ამის შემდეგ
იოანე მოციქული იწყებს ქადაგებას. მანამდეც ქადაგებდა, მაგრამ უფრო მომეტებულად ღვთისმანლით იწყებს ქადაგებას და მოაქცევს მთელ ქალაქს. დაიბარებენ მას იმპერატორის სამშობლოზე და იმპერატორის ბრძანებით, ნერონის ბრძანებით აწამებენ მას. ჯერ ადგებიან და პირდაპირ დაცინიან, დევნებიან, სააროგი წერიათო სახარებაში თქვენ რომ ვინცო შხამი დალიოს, არაფერი არ მოხდა, ჩაუწყეს შხამი და უთხეს დალიო. და მიიღო ეს სასმისი და გადარჩა უნებელი. თქვენსო ჯადოქარიესო, ჯადოქრობს, ამიტომ გადარჩაო. არ უნდა გადარჩენილიყო ესეთი შხამი იყო, რომ ყისიერად კლავდა ადამიანს. ამის შემდეგ ადგენდა ჩასვეს ზეთის კაცში და ქვეშ შეუთეს ცეცხლი და ზეთი აადუღეს, ცოცხლად უნდა მოეხარშა, წარმოიდგინე. და გადარჩა, ზეთი დუღდა და იოანე მოციქული ადუღებულ ზეთში იჯდა და ლოცულობდა. ესეთივე წამებით აწამეს პარასკევა, გახსოვს, ოღონდ კუპრში ჩაასხეს. ეხო იქაც ზეთში ჩაასხეს და პარასკევა როდესაც იჯდა და ესე იხარშებოდა და არ იხარშებოდა. და ჯალათ მეიფიქრო ეს რაღაცა როგორ ზეთი არ ვერ დაიჯერა თავისი რაც ხდებოდა. თავისი მიერ მოწყობილ ეს წამებაც კი არ დაიჯერა, როდესაც მივიდა პარასკევას და პარასკევა მოიგო და ზეთი შეასხა თვალებში და დაბრუნდა, გახსოვთ ეს ხო? და მე ეხვეწებოდა მიშურო და გამგურდა. იოანე მოციქულიც ესე აწამეს როგორც პარასკევა. ანუ ეს ასწავლიც აღესრულა მის ცხოვრებაში. შემდეგ მოხდა ისე რომ წმინდა მოციქული გადაასახლეს კუნძულ პატმოსზე. ფიქრობდა რომ იზოლაციაში ყოლოდათ რომ აღარ გაევრცელებინა ქრისტე, ვეღარ გაუკეთეს. მთელი კუნძული მოაქცია იოანე ღვთისმეტყველმა. ამ კუნძულზე ცხოვრობდა ესეთი კვინოპი, ჯადოქარი იყო ესეთი და ესე ამ ადამიანს ისეთი ძალები ჰქონდა ეშმაკისაგან მიღებული რომ უდიდეს სასწაულებს აღასრულებდა. შეეძლო თქვათ დაეწყო რაღაცა ეშმაკის ძალებით ქარიშხალი გამოეწვია, შეელო წვიმა მოეყვანა, მაგრამ ეს წვიმა ისეთი წვიმა კი არ იყო, როგორც ჩვეულებრივ მცენარებს რო აცოცხლებს. წვიმს არაფერს არ აკეთებს. მაგრამ ეფექტი აქვს წვიმის. მიხვდით რა შეუბოდა. ეშმაკი ხო მატყუ არაა და თავის მიმდევრობით ყველა ესეთი ტყუილში ამყოფებენ ხოლმე ადამიანებს. მაგრამ დიდი ეფექტურ რაღაცებს აკეთებდა ხოლმე და შეელო გაქრობა, შეელო თქვათ რაღაცა სხვადასხვა სახეებს იღებდა ცხოველის. სერიოზული ჯადოქარი. ჩვენ წაგიკითხი არაერთი წინა წერილში ესეთი ჯადოქრების შესახებ და ეხლა საკაშპიროვსკი რო იყო რამოდენიმე ხნის წინ აკეთებდა ხოლმე და კაშპიროვსკი ამათი მოწაფე. ესენი იყვნენ სრული ჯადოქრები, პირდაპირ ეშმაკი რო ეცხადებოდა და ეშმაკი რო ძალებს აძლევდა და ეშმაკი რო სახლობდა ამ ხალხში, ესეთი ჯადოქრები იყვნენ, ესეთი იყო კვინოპი. და ერთხელ ანუ იოანე ღვთისმეტყველი ქადაგებს, ეს კვინოპი თავის ჯადოქრობას აგრძელებდა, ფაქტობრივად მოხდა მათი დაპირისპირება. და კვინოპი ეუბნება, მოდი შევეჯიბროთ ერთმანეთს ხალხის წინაშე. რასაც მე გავაკეთებო, შენც ის გააკეთო. დაფრინავდა კვინოპი. ეხლა ხო არის კოპერფილდი თუ ვიღაცა რომ დაფრინავდა. აი ესე დაფრინავდა ჩვეულებრივ. და კვინოპმა შეურუსმოთ რაღაცა ცხოველის სახე მიიღო, მე გაქრა და უთხრა, ხო, მე უთხრა, აბა ხე მე გავქრები და შენც გაქრევ და კვინოპი გაქრა. და იოანე მოციქულმა ელოცა ღმერთო აღარ დააბრუნე კვინოპი და აღარ დაბრუნე. დარჩენეს კვინოპის ხალხი, დაეწყეს ხვირილი, ეძებენ ამ კვინდია, სადახარ დარჩენა და ელოდეთ როდის მოვა. აი ესე გააქრო. ეს ბოროტი სული მოაცილა ამ კუნძულს და მთელი კუნძული გახდა ქრისტიანი. სწორედ ამ კუნძულზე დაწერა იოანე მოციქულმა თავის მოწაფე პროხორესთან ერთად იყო და სამდღიანი მარხვის შემდეგ ესე იგი მთელი მთა შეიძრა, სადაც ისინი იყვნენ, ზანზარებდა მთელი გარემო და იოანე ეუბნება, ეხლა დაწერე, რასაც მე ვილაპარაკებ და რასაც გეტყვი და რასაც დაინახავ და დედამიწის მთელი მომავალი მეორედ მოსვლა. ანუ აპოკალიფსი რაც არის, ეს დაწერა იოანე მოციქულმა ამ კუნძულზე. იოანე მოციქულმა დაწერა ყველაზე ბოლოს ქრისტეს სახარება, იოანეს სახარება. ღრმად მოხუცი იყო, როდესაც ეს დაწერა და მიზეზი იყო ამ სახარების დაწერის შემდეგი რომ ესე იგი მაცხოვარი იწამეს რომ აი სასაულს მოქმედია ზოგი წინასწარმეტყველად მიირთო, მაგრამ თავი რა რომ იესო ქრისტე არის ღმერთი, განკაცებული, ხორჩესხმული, ღმერთი ჩამოსული დედამიწაზე, სიტყვა ღვთისა, ხო სიტყვით შეიქმნა მთელი სამყარო, თქვა ღმერთმა და გაჩნდა. აი ეს სიტყვა იესო ქრისტე. რომ იესო ქრისტე მამასთან ერთად შექმნა სამყარო, ეს არის მთავარი. სახარებაში სადაც წერია რომ თქვა ღმერთმა და გაჩნდა ხმელეთი, თქვა ღმერთმა გაჩნდა წყალი, ეს თქმა ანუ სიტყვაა ქრისტე.
და იოანე მოციქულმა ესეთი დიდი გაუგებრობა წარმოიშვა, ვერ წარმოვედგინათ, რომ ქრისტე სამყარო შექმნელია, მამის თანასწორი და წმინდა სამება. აი აქედან წამოვიდა იოანე მოციქული და პირდაპირ ეხვეწებიან სთხოვენ, რომ დაწერეს სახარება და იოანე იწყებს თავის სახარების წერას. და საბამიდან იყო სიტყვა და სიტყვა იგი იყო ღმერთთან და სიტყვა იგი იყო ღმერთი. ყოველივე მის მიერ შეიქმნა და მის გარეშე არაფერი შექმნა, რაც კი შეიქმნა. ანუ პირდაპირ იოანე მოციქული იძახის, რომ ქრისტე არის ღმერთი. დედამიწაზე ჩამოსული. შემდეგ იოანე სახარებაში პირდაპირ წერს, რომ მაცხვარი იძახის აბრაამის ყოფადო და მე ვარ. ანუ მე ვარ, რომელიც ვარ, ნიშნავს იეჰოვას. ანუ პირდაპირ ქრისტე იძახის, ეს მე ვარ. სამნი მოწმეცაზე მამა ზედა სულიწმიდა ეს სამი ერთი, ამასაც იოანე ღვთისმეტყველი იძახის. ამის გამო დაარქვეს იოანე მოციქული ღვთისმეტყველი. მან ერთ-ერთმა პირველმა აშკარად განაცხადა ქრისტეს ღმერთობა დედამიწაზე. და ამის გამო ერთგულების გამო, ესეთი ღვთისმეტყველების გამო ის არის უდიდესი მოციქულთა შორის. როდესაც მისი გარდაცვალების ჟამი მოიწია, ბოლოში რომ დაბერდო უკვე ვეღარ ლაპარაკობდა, ხელით დაბარდა. ღრმად მოხუცი გარდაიცვალა, ყველა მოციქულები როგორც გითხარით, მოწამეობრიობით აღესრულა და იოანე მოციქული რომელმა თავი გაწირა ქრისტე ჯვართან იდგა, პირდაპირ შეეძლოთ, დაეჭირათ, მოეკლათ, არ მიატოვა ქრისტე. ღრმა მოხუცებულო უნდა იცხოვრა და უკვე რომ ვეღარ ლაპარაკობდა და რომ ვეღარ დადიოდა ერთ რამეს იძახდა. ვეღარ ასეთი ღვთისმეტყველებით ვეღარ ქადაგებდა, მხოლოდ ერთ რამეს იძახდა, გიყვარდეთ ერთმანეთი. და მას სიყვარულის მოციქული ქვია ამის გამო. მაგრამ ნახეთ, მოციქულს რომელსაც სიყვარულის მოციქული ქვია, რომელიც იძახდა, რომ სიყვარულია ყველაფერი ერთმანეთი და გიყვარდეთ, ნახეთ ეს სახის წვალებელსა კაცსა გიხაროდნენ სნოეთყვი და სახში არ შეუშვა. ანუ მწვალებელი, ანუ არასწორი სარწმუნოების მიმდევარი იმდანად საძაგელია ღვთისთვის და მოციქულების და თვით სიყვარულის მოციქულიც კი. ხო არ ვიცახი სხვაზე რომელმეზე თქვა, რომელთა ესეთი ღვაწლი ნაკლებად ცნობილი იოანე ღვთისმეტყველზე ლაპარაკობს. იძახის, რომ მწვალებელ კაცო, ანუ ერეტიკოს, ანუ არასწორი სარწმუნოებით ღვთის მადიდებელ სახში გიხაროდნენ, არ უთქვა, არ მიესალმო. ამიტომ როდესაც მართლმადიდებელი ქრისტიანები თავს იზღვევენ და იძახენ, რომ მწვალებელთან ერთად ლოცვა არ შეიძლება და მათეონები ესენი ფანატიკოსები არიან, ჩვენ ფანატიკოსები კი არა ვართ. სახარების მიმდევრები და სახარებაში სიყვარულის მოციქულიც კი ამ სიტყვებს ლაპარაკობს. რისი მაუწყებელი და მანიშნებელია ეს იმის ნიშანია, რომ ჩვენ სიწმინდე და წმინდა სწავლებას უნდა ვუფრთხილდებოდეთ. როდესაც 200 ლიტრიან კასრში წყლით ესე კასრში ერთ წვეთ ჩხამს ჩააწვეთებ, მთელი წყალი არის უვარგისი. როდესაც სწორს აღარ დაილევა ის წყალი. როდესაც სწორ სარწმუნოებაში მცირე რამე არასწორ შეურევ, მთელი სწავლება არის უვარგისი. ეს სწავლება სულის მაცხონებელი აღარ არის, მისი სულიერად მიღება, სულიერი წყლის მიღება აღარ შეიძლება, იმიტომ რომ თუ ამ არასწორი რაღაცების მიმდევარი ხდებით, 60-ში ვეღარ მოხდები. აი ამიტომ იძახის იოანე მოციქული, რომ გიხაროდეს ნოეთყვი მწვალებელ კაცს. და ნახეთ, როდესაც მოიწია ჟამი მისი აღსასრულისა, მოხუცდა უკვე თავის მოწაფეებს უთხრა, რომ გათხარეთ საფლავი. და გაათხრნენ ჯვრის სახით, ჩაწვდენ, რომ მიწა მიმაყარდა, ცოცხალო. მოციქულები არ აყრიან, მისი მოწაფეები არ აყრიან მიწას და ბოლოში პირდაპირ ლოცვა კურთხევით მიწა მომაყარა და მიაყარეს მიწა. ცოცხლად დამარხეს. ეს რო გაიგეს ეფესელებმა, მოვიდნენ 3 დღის შემდეგ გათხარეს მიწა და აღარ იყო შედი. მისი საფლავი იყო цаრი. ანუ იოანე ღვთისმეტყველი საეკლესიო სწავლებით ღმერთმა, როგორც ილია თესბიტელი ცოცხლად აიწაცა ზეცაში. როგორც ენუქ წინასწარმეტყველი, იოანე ღვთისმეტყველი ცოცხლად არის ატაცებული ზეცაში. და საეკლესიო სწავლებით, საეკლესიო მოძღვრებით იოანე ღვთისმეტყველი ენუქთან, რომელიც ყველა დიდი წინასწარმეტყველი იყო, ილია თესბიტელთან ერთად, რომელიც ცოცხლად აიწაცა ღმერთმა თავისი ერთგულების გამო, იოანე მოციქული ცოცხლად არის აყვანილი ზეცაში და როდესაც დედამიწაზე მოვა ანტიქრისტე, დედამიწის სამართავად და დაждდება, როგორც მთელი მსოფლიოს მართველი და დაიწყებს ხალხის შეცდენას და არასწორ სარწმუნოებაზე ხალხის თავის თავს ქრისტედ გამოაცხადებს, ამიტომ კი ანტიქრისტე. ის თავის თავს გამოაცხადებს ქრისტედ, მესიად, ღმერთად და მოითხოვს, რაც ზეცაში ანგელოზმა მოითხოვა, რომელთვის ღვთაებრივი პატივი მიეგოთ, ამას მოითხოვს დედამიწაზე. და დაშინებული ხალხი დაიწყებს ამის გაკეთებას. ამის წარმოქმნა რთული ხო არა ამ ფონზე, რასაც ახლა ჩვენ უყურებთ რა წდება. აბსოლუტურად. ფეხებს დაუპაკურებენ, ყურებს აუწევენ და დამთავრებული ყველაფერი.
ვერთან დაგვიფაროს უბრალოდ ამისკენ. და იონე ღვთისმეტყველი და ილია თესბიტელი და ენუქ წინასწარმეტყველი გამოგზავნილი იქნებიან ღმერთისგან და ისინი დაიწყებენ ანტიქრისტეს მხილებას, როცა ხალხი კანკალებს შიშით და ხმას ვეღარგებს ანტიქრისტეს შიშით, აი ეს წმინდა სამი ზეციური წმინდანი დაბრუნდება დედამიწაზე, დაიწყებს ქადაგებას და დაიწყებს ანტიქრისტეს მხილებას და იმ ადამიანების სარწმუნოებაში გამტკიცებას, ვით შერყეულები იქნებიან, ანტიქრისტე მოკლავს მათ. რადგანაც არ შეიძლება კაცი რო დაიბადა, უნდა მოკვდეს აუცილებლად და მე უნდა მოხდეს აღდგომა, გაცოცხლება. და რადგან ეს სამი წმინდანი არ მომკვდა, ამიტომ ანტიქრისტე მოკლავს მათ და დაკრეს ქუჩაში. ისინი ეყრებიან 3 დღე ქუჩაში და მესამე დღეს დასანახა და დასაჯელად მთელი სოფლიოს დასანახა დაჟის ამას. და ისინი გაცოცხლდებიან მესამე დღეს და ეს გაცოცხლება იქნება იმდენად შემზარავი მთელი კაცობრიობისათვის, რომ მთელი კაცობრიობის დიდი ნაწილი დაფიქრდება ეს მართლა ანტიქრისტე ამიხდებიან და მათი სიტყვა მართალი იყო მიხვდებიან და ცოტა დრო გადარჩებათ ადამიანებს და დაიწყება მეორე მოსვლა. აი ცოტა დროში ვინც მოინათლება და შეინანებს, ვინც ანტიქრისტეს თაყვანისმცემელი იყო, კიდე ცოტა დრო დარჩება სინანულისათვის და მე მეხსეულად იწყება მეორე მოსვლა და როგორც წერია ზეჩაკრება მთვარე დაბნელდება და იცით რა წერია სახარებაში მეორე მოსვლის დროს. ეს ამას ყველაფერს იოანე მოციქული გააკეთებს. როგორც ხედავთ, ნამდვილად გამორჩეული მოციქულია. და უდიდესია, ერთ-ერთი უდიდესია თაბორის რჩეული არის, ამიტომ როგორც ფავორიტი, როგორც თაბორის რჩეული მოციქულია და ამიტომაც ეკლესია მე არ მეგულება ადამიანი იოანე მოციქული არ უყვარდეს. სულ არ იცნობდეს იოანე ღვთისმეტყველს, რო შეხედავს, ხალხზე გიყვარდება. ისეთი სახი აქვს და ისეთ რაღაცას ბადებს ადამიანში, რომ აი სულ რომ არ იცნობდე იოანე მოციქულის შესახებ, რაც ახლა ვილაპარაკე, რომ დაინახო, შეგიყვარდება ისეთი მოციქულია. და ნახეთ რომ რაღაცნაირი სულიერი კავშირები არის ღვთისმშობელსა და იოანე მოციქულს შორის და საქართველოს შორის. ჩვენ გითხარით რომ მაცხოვარმა ჯვარზე გაკრულმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იოანე მოციქულს ჩააბარა და სიცოცხლის ბოლომდე როგორც საკუთარ დედას ისეულით. ათონისთაზე როდესაც ქართველები დასახლდნენ, ქართველებმა პირველი მონასტერი გააკეთეს იოანე მოციქულის, იოანე ღვთისმეტყველის სახელობის. შემდეგ, როდესაც ივერის ღვთისმშობლის ხატი მოვიდა, მერე ააშენეს ივერო ღვთისმშობლის მონასტერი, თუ თავიდან იყო იოანე ღვთისმეტყველის სახელობის. და იოანე ღვთისმეტყველის მონასტრიდან გადავიდა ივერის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მონასტერში. შემდეგ მოხდა ისე, რომ ივერის ღვთისმშობელი დღეს ხათაშორის ამ ხატის დღესასწაული ასლი გადაიღეს პატრიარქის თხოვნით ათონინა ბერება დაწერეს ხატი წმინდა იოანე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ივერის ღვთისმშობლის ხატის ასლი 40 დღე მიდებული იყო ეს ხატები ერთმანეთზე და მე ჩამოვაბრძანე საქართველოში და ეს ჩამოტანაც მოხდა იოანე ღვთისმეტყველის დღეს. სხვა დღეს უნდა ჩამოსულიყო, დღევანდელ დღეს კი არ უნდა ჩამოსულიყო ეს ხატი. იქ რაღაცა გადაიდო, იქ ფრენა გადაიდო, რაღაცა მოხდა და ისე მოხდა რომ ათონის თიდან ივერის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი ჩამოვიდა იოანე ღვთისმეტყველის სენებას საქართველოს დღევანდელ დღეს. ეს ხატი არის სასწაულთ მოქმედი, რომელიც სიონშია დაბრძანებული. თქვენ იცით რომ ამ ხატს ჰქონდა შუშა. და შუშაზე გადმოვიდა ამ ხატის გამოსახულება. ეხლა ხდება ეს კაცო. შუშაზე ხატი თავისით დაიხატა. აი შუშა ხო მიფარებული რო წმინდა და ქალმა დაინახა რაღაც ლაქები არ იწმინდება, არ იწმინდება, ვერ დააკვირდა რომ ხატი. და დღეს შუშაძე, აი როგორც რენტგენი აღბეჭდავს ხოლმე რაღაცას, ესე არის აღბეჭდილი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გამოსახულება. დღეს არის ამ ხატის საქართველოში ჩამობრძანების და მისი მოსვლის დღე და თან საოცარი რაღაც მოხდა. ეს ხატი ჩამობრძანეს 1989 წელს. საბჭოთა კავშირი არის საქართველოს რუსეთის საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში და მაშინ თქვა უწმინდესმა რომ საქართველო განთავისუფლდებოდა რებს ლაპარაკობს კაცო როგორ გამიწარმოიდგინდა რომ ესეთი რა მოხდებოდა რაც ახლა მოხდა. და მართლა ეს ამ ხატის ჩამოსვლა უძღვოდა ამასი და მანამდე კიდე იცით რა მოხდა? როდესაც საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში და ათონის თაზე იყვნენ რუსები. იყო პერიოდი, როდესაც ათონის თაზე 5000 ბერი ცხოვრობდა. 5000 წარმოიდგინეთ. 2500 რუსი. და დიდი უფლებები ჰქონდათ რუსეთის იმპერია არის, მთელი
ჯერ ახლა რუსეთს ამხელა ძალა აქვს და როგორ ყველა ანგარიშიც და მეფის დროს, ნიკოლოზის დროს ძალიან დიდი ძალა ქონდა. და თელ ათონისთას ინახავდნენ იმ ხელა შემოწირულებს იღებდნენ რუსეთიდან. და ამიტომ რუსები იძახდნენ რომ საქართველოს ჩვენი არის, ჩვენ შემოდგენობაში შემოდის საქართველოს სახელმწიფო, ამიტომ ივერონი ქართველების მონასტერი დედასო ბერძნების კი არ უნდა ჩვენი უნდა იყოს. და დიდი ის მიდიოდა ქართველებსა და ბერძნებს შორის, ბერძნები თმობდნენ უყურეს. და რუსების უნდა გამختارიყო ეს. უბრალოდ რევოლუცია მოხდა და აღარ დაცალდა და ამიტომ გამოყარეს მერე ბერძნებმა ქართველები იქიდან. უთხრეს აი თქვენო წართველ გიდოდა ჩვენი მონასტრის. მეხვდით რა მოხდა. მაგრამ რუსებმა ამ მომენტით ისარგებლეს, როდესაც ძალაუფლება ჰქონდათ და ივერის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი ხო გინახიათ, როგორიც არის, აი ჩვენ საგვაქვს მისი ხატი ასლი და ზევიდან რუსული პერანგი ჩააცვეს. სუფთა რუსული პერანგი. და ეს პერანგი მოხსნეს 1988 წელს. და მაშინ თქო უწმინდეს ეს პერანგი რომ მოხსნესო, საქართველოს განთავისუფლდება რუსეთიდან და მართლა ისე. მერთმა გაკურთხოთ და მერთმა დაგაცეთ.